შენთვის უკეთესი იქნება სერიოზული მიზეზი გქონდეს აქ მოსვლის. არ მინდოდა დამშვიდობების გარეშე წავსულიყავი. ტყუილი არ გიხდება, მეგობარო. თუმცა არ მოგატყუებ და გეტყვი. ამიხარდა შენი უშნო სახლის ნახვა კიდევ ერთხელ. თავს როგორ ბრძნობ. სიცლის ბიჭივით. მარლენ. არ გინდა. ხედავ გაშინებს დასასრული. მაშინებს. მაშინებს ლად. მაგრამ ეს არაფერია. მიწავიყავ და მიწად ვიქცევი. ყველას არ სურს საუკუნეები დაიარებოდეს წინ და უკან. შეცავით. მართალია ხანმოკლე, მაგრამ უინტერესო ცხოვრობით ნამდვილად არ მცხოვრია. ჯიუტო ადამიანო. შენგან ვისწავლე. რა შემიძლია რომ გავაკეთო შენთვის? შენ საკმარისი გააკეთე უკვე. გული მტკივა ვლად. სურს რო ვეღარ გაგიმაგრებ. როგორც აქამდე გიმაგრებდი. მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნაკბენი. გთხოვ, დავასრულოთ ამაზე საუბარი. არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა დამშვიდობება. არც ეს სენტიმენტები გიხდება. არის ერთი რამ, რაც შეგიძლია ჩემთვის გააკეთო სანამ წახო. ისმენ? ვიცი. იმედი დაკარგე. ვიცი, ვერც მე დაგიხმარე, მაგრამ როცა გამოგვიძების ციკლი დასრულდება და ახალ სამყაროში გაიღვიძებ, გთხოვ, არ გაჩერდე. გააგრძელე ბრძოლა. გააგრძელე ძებნა, რომ ჩვენმა შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს. შეგიძლია მომცე პირობა, რომ ამას იზამ. პირობას გაძლევ. მადლობა. შენი წასვლის დრო. და ისეთი დაგინახოს სამყარო, როგორცაც მე გხედავ. ეს იმ შემთხვევაში თუ გადაიფიქრებ, შვიდობით მეგობარო.
აჩუ. ვანწალებ შვილო. ცხენი კი არ ვარ. მოცა. ზურგი რატო გამიჩვა? ფისები ვქენი. ჩუმად გამიშკრა თავი. ვარ. მალე მივალთი გამოქვაბულია თუ რაღაცამდე. უნდა ვიჩქაროთ. აჩუ. ბატონო მარლე, ვიხაცები გკითხულობენ. ასე დროს ვინ უნდა იყოს? არ ვიცი, ორი მამაკაცია შავანაფორაში. გასაგებია შემოუში. ბატონო მარლენ, მე გჭირდებით? არა, შეგიძლია წახვიდე. გამიმშვიდობს. მობრძანდით, ბატონებო. აქა მშვიდობა. ასე დროს რამ შეგაწუხათ? მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ბატონო მარლენ. ჩვენ ერთ ადამიანს დავეძებთ და ის კაცი შენი ამხანაგი არის. ჩემი ამხანაგი? მე ძალიან ბევრი ამხანაგი მყავს. ვიცი, ბატონო მარლენ, ყოვლად ცნობილი მეცნიერ მუშაკი ხარ. ხალხსაც უყარხარ და პარტიაშიც პატივს გცემენ, მაგრამ ახლა მის სალაპარაკოდ არ მოვსულვართ ჩვენ. მოგვაწოდე სწორი ინფორმაცია და დავალთ ჩვენ გზაზე. მიდღემში ვეღარ ვნახავ შვილო ჩემო. სიამოვნებით დაგეხმარებით, მაგრამ გამაგებინეთ რაზეა საუბარი. საუბარი თქვენს მეგობარ ვლადიმერზეა. ვლადზე? ვლადიზე. და ეგ ვლადი სულ ახლახანს აქანა იყო. ახლა არ არის. სადან არის? იცით, რაღაც გეშლებათ, ბატონებო. ვლადი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და საერთოდაც მგონი ქვეყნიდან არის წასული. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა ისი არ გექცევი, ისი ღირსიც ხარ, შენი ავადმყოფობაა. ვიცით, ისედაც მალე ამოგხდება სული და სანამ ჩაძაღლდები, მონანიების საშუალებას გაძლევთ. თქვი ის არის ის ბოროტება, რასაც ასიაფარებ ხელს და გპირდები ტანჯვის გარეშე დავასრულებ მის არსებობას. ძალიან კარგი. ვერძე გადავდოთ, ბატონებო. ზედმეტი თავაზიანობა. იცით, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ვერ ვისწავლე, მაგრამ ერთი რამ ნათელია ჩემთვის. ყველა რქიანი ბოროტი არ არის. ხოლო ყველა ფრთიანი ანგელოზი. რაიო. აი თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. და საერთოდაც რო ვიცოდე სად არის ვლადი, თქვენ არ გეტყოდით. ახლა კი შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. გამჩენო. შეუნდე რამე თვარე იცის რა. დაგვიჯერე ვიპოვით შენს მეგობარს ადრეთო გვიან. როგორც ამას ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე. თუმცა შენი სული განწირულია. რა არის ესი? იმედია
შენ ტანჯულს ხეულს წამლის ბოლო წვეთს არ წაართმევს თქვენარი ღვთისმოსავი ხალხი. პირიქით. კიდევ ერთხელ გამოგიწვით დახმარების ხელს. ცეცხლად და ნამთად შეგერგოს ბატონო მარლენ. რატომ გამოიქეცი ვლად? უსვამ შენ ინტიმურ შეკითხვებს. უნდა და გამოიქცა. ისე ვლად, თუ გინდა კიდე გაიქეცი და ჩვენ გამოგეკიდებით. ანდა პირიქით, ჩვენ გავიქცევით და შენ გამოგვეკიდე ვლად. მომწონს ჩოგბურთი. რატო წამოხვედით? რამე არ მოგეწონათ? თუ გინდა სხვა კლუბში წავიდეთ, სადაც დისკოს უკრავენ. რამე მოხდა ვლად, რამე? არა. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო უბრალოდ. ძალიან დავიღალე და სახლში წასვლამ სურს. ბეხტები. აი ადრესულ სხვანაირად ერთობოდი. უსისინებს ისულელებს. ლადმა თქვა სახლშიო და ყველანი მივდივართ სახლში. კარგი ხო? როგორც ვლადი იტყვის ისე იქნება. რას ვიყურებ წარკვეთილო? დაქოქე შენი ტრანსპორტი. მოიცა რა ტრანსპორტი, კაცო, ნასვამები ვართ ყველანი, ტაქს გამოვიძახებ და ტაქსები წავიდეთ. სულ ერთია, თუ გინდა ბებია შენი სული გამოიძახე. თავარია სახში მივიყვანოს. კაი, ხო, კაი, ორი ტაქსი მოვა 2 წუთში. თენდება სოდვებით ახსავს ექალაქში. ესე ამბობს წამყვანი რა. და მერე იწყება უნდა გაყარო მაფიოზები, იაკუზა და ასე შემდეგ რა. ეპიკობა. შოშამა ხურდო. თქვენი ხო გაგისწორდათ დღეს? ძველი დრო ჯობდა ტორიკ. აი, გულა. რაღაცას ნერვიულობ თუ მეჩვენება. სასომე, აქ ჩამოვა. თქვენ მიდით სახლში მეც. მალე დავბრუნდები. მოიცა ერთ წუთს საჩამოხო, კაცო, იმათ რა უთხრა რომიო. და როგორ ვლად გეხვეწებს უნდა ჩამოხვიდე რა. ცო გაიჩერე მანქანა. ერთი წუთი, მოიცა, რა საკეთებ? გეხვეწებ, მარტო როგორ მიშვებ, იმათ რა უთხრა. ვლად. ვლად, რა საკეთებ? მითხარი, იმათ რა უთხრა, საწავიდა თქვა როგორ მოაგნებს აქ? უთხარი მზის ამოსვლამდე დაბრუნდება თქო. მზის ამოსვლამდე, ხო შენ პირდი, ვლად, ცუდი, არაფერი მოხდებაო, რატო აკეთებ? მომისმინე. შენ კარგი ბიჭი ხარ. აი შუაშია. ცოლო წაიყვანე სახლში. აბა, რა სიტყვით? კარგი იყო ტორიკ, კარგი იყო. ეხა თავიდან ვიფიქრე, აი ამ კარუსელებს ტრაქში გავუკეთებ მე. მაგრამ კარგი იყო ოჯახი. აბა შენ რა სიტყვი? გარყვნილო მოხუცო. პირველი გამისთვის ცუდი არ იყო. მაგრამ იმდენი რამეა უცნაური და ახალი რომ ცოტა შეგუება მომიწევს. რატომ მე მომწონს? თითქოს არაფერი შეცვლილა. თანაც თქვენ ჩემთან ერთად ხარ და ამით ბედნიერი ვარ. ახალი მეგობრები შევიძინე სასო და ტორიკა. ცოტა მახინჯები არიან, მაგრამ კარგები. აი, მოვიდნენ. სად ხარ ამდენ ხანს, ბიჭო? ვლადი სადა? ვლადი? ბიჭებო, რაღაცა უნდა გითხრათ რა. სონია სულს გაფიცებ გაუშვი ხელი.
ბიჭო მე რა ჯანდაბა უნდა მექნა ხალხო. ვაქანიდან გადავიდა. წადიდან მოვალო მე რა მექნა. მომისმინე სასო. მე არ დაგახრჩობ. მაგრამ გეტყვი რომ ნამდვილი იდიოტი. რატო ვარ იდიოტი? რატო? რანაირად მოგვაგნებს ახლა? ნუ ეჩხუბები სასოს, ცოდოა. ჯერ პატარა გოგოა. რა გჭირთ ვერ გავიგე ვლადიე ის ხო არ არის რა? ალბათ განიავება მოუნდა და გაისეირნა რა გჭირთ? კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი ხა და არ დამახჩო. ყვი ბიჭო რაღაცნაირად ნანერვიულებული მომეჩვენა რაღაცნაირად უყურებოდა რა. მოიცა რას ნიშნავს ანერვიულებული მოგეჩვენა? არ ვიცი რაღაცა ეს ვიღაცას ეძებდა თუ რაღაცნაირად იყურებოდა რა. ებს ბოტა! ვლადის გამოხედვა უნაკლოა როგორც ხო. ისეთივე სინია როგორც მეზობლიშა. და ისეთივე მომცველია როგორც ტიპს ეძებდა კლუბში რა ნახა. ვინ ტიპის ვინ ნახა კლუბში? ვიღაცა ტიპი იყო მაღალი არ ვიცი. ესე იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ვიფიქრე ალბათ ნაცნობია თქო. რა ნაცნობი ბიჭო ამ საუკუნეში არ ყავთ ნაცნობი ჩვენს გარდა. ნაცნობი. ხო, ისე ეგრეა, მაგრამ აბა ვინ ჩემი ყლე იყო? მოიცა ტორიკ. მარტო ვლადი უყურებდა თუ ის ტიპიც. მოიცადე ხა. თქვენ გინდა თქვათ რომ მარტო მე დავინახე ეს ყველაფერი? ესე იდგნენ ძალიან დიდხანს სიჩუმეში და უყურებდნენ ერთმანეთს. და საერთოდ არ მოგეჩვენა საერთოდ ეგ ამბავი. ვიფიქრე ალბათ ისეთი გასულები არიან რომ უსწორდებათ ერთმანეთის ყურება თქო რა. რა შევწდი? გონი მონადირეებმა მოგვაგნეს. ცოტა ზემოთ რა. ბერდები ვლად ბერდები ხედავ შენც არ დაგიდდოდ რომ ჩემო მეგობარო ამდენი დრო დაგჭირდა ჩემს მოსაძებნად ვლად როგორც მახსოვს მტკიცე უარზე იყავი ჩემს ნაკბენს სიკვდილი ამჯობინე რა მოხდა ვინმე სხვამ გადაგაქცია გულს მდგენ ვლად მონია შენ გიღალატებდი და სხვას დავნებდებოდი არა როგორ მოაღწია ამ დრომდე თანაც დაბერების გარეშე შენ რა მართლა არ გახსოვს რა დამიტოვე წასვლის წინ მაგიდაზე ჩემი სისხლის დალევით გადაქცევა შეუძლებელია მარლენ ამას მხოლოდ ნაკმენით შეძლებ მეც მასე მეგონა მაგრამ ფაქტი სახეზეა ჯერ დაავადება გაქრა შემდეგი ვატყობდი რაც დრო გადიოდა სიბერეთს ვერას მაკლებდა და შენი მოძებნა გადავწყვიტე და მოგაგენი კიდეც გამოქვაბულში ვიცოდი შენი გამოგვიძება ვერ მოხერხდებოდა სანამ ციკლი არ დასრულდებოდა და შენი მორჩილთა კუბოები გამოვიტანე და ამ წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილზე გადამქონდა ფიც დადებულებს რო არ მოეგნოთ თქვენთვის 70 წელიც გავიდა იმის ლოდინში რომ ციკლი დასრულდებოდა და შენთან ლაპარაკს შევძლებდი და აი შენც აქ ხარ თუმცა მეგონა ძველი მეგობრის დანახვა გაგეხარდებოდა ჩემი თვალები ძველ მეგობარს ხედავენ ამაში ეჭვი არ მებარება თუმცა ჩემი სხეული გრძნობს რომ ის მარლენი აღარ არის საინტერესო დილემაა რა ენდო გულს თუ თვალს
შეხედე ვლად. რამდენი უღირსი და სუსტი არსება დაიარება. მათი არსებობა მოკლებულია ყოველგვარ აზრს და მიზანს. ნახირი. აი რა ითქმის მათზე. ჩვენ კი მწყემსები ვართ. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც შენ გამოიღვიძე. ჩემშიც რაღაც მოხდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. ერთ მარტივ და აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მივხვდი. რა ჭეშმარიტებას? ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენნაირების ადგილია. მოკვდები წარკვეთილო საშინელ ტანჯვაში მოკვდები ვლადს ერთი ღერით მაინც რომ ამოუვიდეს თავს. აგი შენ კიდე ბოლოს ეს რა შუაშია? არის ვლადი როგორი თავის დათქმა? რამე თუ აი ჩემავე ხარ გადაათქმევირებ. სასოკი არა ჩვენც ვერ გავაჩერებდით. ვლადი მინდა ვლადი. აი, ბაკო, კაი, დამშვიდი, მოვა ვლადი, რა გჭირს ვერ გავიდი. ხო მინდა ვლადი. დაიოკე ნერვები შვილო, დაიოკე გეუბნება მოვაო და უნდა დაუჯეროთ ამ დეგენერატს. მე რატო ვარ დეგენერატი? კარტორი ხარ და ჩუმად ეხლა. მიდით ეხა შეიწმინდეთ ჩემზე ხელები. ხო ვიცი ყველაფერი იმიტომ რომ ოდო მუქი ვარ, არა? ვლადი მინდა ვლადი. კარგი პაკო, კარგი. გავიგე, ერთი წუთი დაწყნარდი, გეხვეწე, მოვა ვლადი. ხო იცი რომ ძალიან ძლიერია, ხო იცი რომ ვერავინ ვერაფერს ვერ უზავს, ხო? შენ მოძებნე ვლადი. ჰა? მასთან დაკავშირებაში ხო შეგიძლია მოძებნე? ერთი წამი. რას მიყურებთ ხალხო? ეგრე არ მუშაობს, არ ვიცი მე ეგ როგორ ქნა, იმას შეუძლია შემოსვლა, მე კი არა. შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, უშნო კი ხარ, მაგრამ ნიჭიერი ხარ, მოძებნე. მართალს გეუბნება სასო. შენ შეგიძლია მასთან დაკავშირება, შენ კავშირი გაქვს მათთან. სად შეჩემა რას კარგი? კაი? მაცადეთ ერთი წუთი. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე სად არის ვლადი. რა რაღაცა გამოდის მართლა, ხომ გითხარი ნიჭიერი ხარ მეთქი? ერთი წუთი. სიჩუმე. ვიცი სადაც არის ვლადი. სახურავზეა. ვიცი ეგ სახურავი სადაც არის. მარტო არ არის და რაღაცაზე ნერვიულობს, უნდა ვიჩქაროთ. მარლენი, ვისაც მე ვიცნობდი, არასოდეს იტყოდა იმას, რასაც შენ ამბობ. მარლენი, რომელსაც შენ იცნობდი, სუსტი მიამიტი და უხერხემლო იყო. რა გჭირს ვლად, თითქოს რაღაც ახალს გეუბნები. საუკუნეებია სისხლში ბანაობდა, ახლა გაგაოცა ჩემმა ნათქვამმა. შენ მშვენივრად იცი, რომ მე ადამიანის სისხლის გამო არასოდეს არ მომიკლავს. თუმცა დაგიხოცია ომრავი ფიცდადებული ისე რომ წარბიც არ შეგიხრია. ეგ სხვა შემთხვევაა, შენ ეს კარგად იცი. მე ის ვიცი, რომ მათ ვერასოდეს დააჯერებ იმას, რომ ამ ცხოვრებაში კიბო არ ხარ. შენ და ახლა უკვე მეც უფრო მეტნი ვარ და არ ვაპირებ მათი შიშით ვიცხოვრო. ნუ თუ გონია მივცემ უფლებას ისე ინადი რომ ჩემზე როგორც ჩემზე ნადირობდნენ საუკუნეების მანძილზე. არა ვლად, ახლა მე ვიწყებ მათზე ნადირობას და იმედია შემომიერთდები, როგორც ადრე. მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ. 70 წელი ველოდი ამ დღეს, ამოიღე ხმა. ადამიანების სისხლში ხელის გატყრას არ ვაპირებ და არც შენ მოგცემ ამის უფლებას. და მანიშნების სისხლი დავფარო ვლად? მარლენი ბიძია. მეჩვენება თუ მართლა მარლენია. ვლად, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე. ჩემთან ერთად ხარ თუ არა? მე ჩემი პასუხი გაგეცი უკვე. რა გაეწყობა? არჩევანი უკვე გაკეთებულია. ახლა კი შეხედე რა შედეგი მოყვება მაგას.
ზოლა შეწყვეტ ხარ მეგობარ მარლენ ისეთი როუშნა ხარ როგორც ადრე ჩემო მეგობარო ყველაფერი გამასწორდება მე გიშველი წამოდი საკმარისია დაასრულე ჩემს სიცოცხლეზე ზრუნვა ვლად ზეამოდის ყველაფერს გამოვასწორებთ გვიანი არ არის მარლენ შემოხედე აღარ მინდა ვლად შეიწყებს ამოსვლას ვლად დავარია რომ კიდევ ერთხელ გნახე ჩიუტო ადამიანო მინდა ისეთი დაგინახოს სამყარო როგორცაც მე გხედავ კაი რამეა. არ მინდა რომ ისე გამომივიდეს თითქოს სულში ვაფათურებ ხელებს. უბრალოდ თუ ლაპარაკის სურვილი გექნება, იცოდე რომ ჩვენ აქვთ. აუ, აქ ხართ. ძალიან მაგარი ფილმი ვიპოვე. ზუსტად ვიცი რომ მოგეწონება. ვამპირებზია და თან სასმელიც ჩავაციე. რამეზე საუბრობდით? ბოდიში დაგტოვებთ მე. ბიჭებო. ხოლმე. ვიცი რომ თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, რაც ჩვენ გაგვიცანით. შეიძლება ნანოთ კიდეც, არ ვიცი. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. თქვენ მართლაც კარგი მეგობრები ხართ. არა, ვლად, საერთოდ არაფერს არ ვნანობ. მართალი რომ გითხრა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ესე დაალაგდა ყველაფერი. შენ სასო? მეც. წამოდი ვნახოთ. აუ, რა ჯიგარი ფილმი იპოვა. ძალიან მოგეწონება. ტაიგა ვაიტიტის ფილმია, რაღაც შედოუ ნაით თუ რაღაცა ქვია. Doing shadows. ხო, და ზუსტად ვიცი რომ მოგეწონება. რა ვამპირებზეა რა? წამოთა გაზზე რაღაცებს აკეთებდნენ, ისინი არ დაწვან სახლი. ქართული არ გესმეით? მორგში ადგილები არ არის. ქვემოთ ვარ ეხლა ჩამოსული, სარდაფში ვარ. სავსეა აქაც. ბიჭო, თქვენ მე ფოკუსნიკი ხო არ გონივართ, ადგილები გავაჩინო თუ რა ვქნა? აჯანდობა ხდები ამ ქალაქში. ზემოთაც და ქვემოთაც, სავსე.